თარიღის აღნიშვნა ტრადიციულად წვევამდელების ფიცის დადებით დაიწყო. ახალწვეულებმა ფიცი დადეს ღვთისა და ერის წინაშე ქვეყნის 6 რეგიონში ადგილები საგანგებოდ შეირჩა. სამეგრელოში, ნოქალაქევში, იმერეთში, გეგუთის სასახლეში, კახეთში, ვეჯინიში, ამაღლების მონასტერთან, შიდა ქართლში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის შედევრად მიჩნეულ სამთავისის კათედრალთან, ცხეთამთიანეთში კი დარიალის ხეობაში და თბილისში თავისუფლების მოედანზე. ფიცი ჯამში 7-მდე წვევამდელმა დადო, რომელსაც თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებდით თვალს. ანა ბროლაძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. ანა, გისმენთ? ბუნებრივია ფიცის დადების შემდგომ უკვე მოვისმინეთ პოლიტიკური გზავნილები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რასაც მაყურებელი ადევნებდა თვალს, რომ დაუბრუნდეთ მთავარ საკვანძო ნაწილს თითოეული გამომსვლელის. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანის სიტყვაში განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა იმ სამ პოსტულატზე ხაზგასმას, რომელიც არის შეიძლება ითქვას საქართველოს დამოუკიდებლობის და იდენტობის შემადგენელი ნაწილი, ენა, მამული, სარწმუნოება. დღეს როგორც პრეზიდენტმა, ისე პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრეს თანამედროვე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და თქვეს, რომ დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა მიისწრაფის ბუნებრივია ევროპისკენ და ეს სწრაფვა გადის მათ შორის იდენტობის შენარჩუნებაზე, დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე და ქვეყანა ისეთი დამოუკიდებელი როგორც დღეს არის, არასდროს ყოფილა. ასეთი იყო ერთ-ერთი პოლიტიკური გზავნილი პრემიერ-მინისტრისგან. ბუნებრივია, როდესაც ისინი საუბრობდნენ ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ ამოცანებზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე არც განიხილება, საქართველოს განვითარება და საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო თავისი ეკონომიკური სიძლიერით, განვითარების პერსპექტივით და სიკეთეებით, რომელიც არის ქვეყნის წინაშე, აი ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეეძლოთ აფხაზ და ოზ თანამემამულეებს და სწორედ საქართველოს ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს ბრძოლა ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა სახის იყო. იყო დრო ხმალი არაღით ბრძოლის, ისევე როგორც მოთმინების, ატანის და გამძლეობის. იყო დრო, როდესაც კალამს უფრო დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე ხმალი არაღს. ისევე როგორც დღეს თანამედროვე სამყაროში ჩვენ სიტყვებსა და შორსმჭრეტელობას აქვს განუზომელი ძალა, განსაკუთრებით ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. სწორედ ჩვენი სიტყვა, გონიერება, საკუთარი თავის წმენაა დღეს ჩვენი მთავარი იარაღი. სურს დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და ევროპული იდეის მიმართ. ქართველი ხალხის ევროპულ კუთვნილებას საფუძველი ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა ჩაუყარეს, რადგან მათთვის ევროპული ღირებულებები სამართლიანობის, მშვიდობის, ქრისტიანობის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობის დაცვისა და პატივისცემის ტოლფასი იყო. რადგან მათ იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი ცივილიზაციური ევროპის თანაშემოქმედი და განუყოფელი ნაწილია. სურს კაფიოდ განვაცხადო. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი თანასწორებაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის, რომელიც ორმხრივ ურთიერთსარგებლობას მოიცავს. ჩვენი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის თანადგომით, მტკიცე და ურყევი იქნება ამ პრინციპების დაცვაში. არ დაუშვებთ, რომ ქართველი ხალხი მსხვერპლად შეეწიროს გარკვეული ძალების ინტერესს. დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ ბოლო 2 საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი. ამიტომ მისი გაფრთხილება ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს და როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური გვირდებით, რომ ეს აუცილებლად ასეც იქნება. საკუთარ თავს გამუდმებით უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია და ის დღესაც გრძელდება. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო კვლავაც გადის ბიბლიურ 40-წლიან მოსეს გზას აღთქმული მიწისკენ. აღთქმული მიწა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ორი უმთავრესი ეროვნული ოცნების ასრულებას. პირველი ეს არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, სადაც არც ერთი ქართული ოჯახი არ ცხოვრობს გაჭირვებაში. და მეორე ეს არის ფიზიკურად და სულიერად ერთიანი საქართველო. საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი. საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებს სიყვარული ერთმანეთის მიმართ. დღევანდელ დღეს საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი. სწორედ ამიტომ მთავარი, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღღვევდა საქართველოში 35 წლის წინ, სიძულვილი იყო.
დღესაც თავარი რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის. ჩვენს პატარა ქვეყანას მუდმივად უწევდა არსებობა დიდი სახელმწიფოების საგასაღარსი. შესაბამისად საქართველოს და ქართველი ხალხის გზა არასოდეს ყოფილა იოლი. თუმცა ქართველებს ყოველთვის ჰქონდა რწმენა, რომ ვიყავით განსაკუთრებული ღვთისმშობლის წილხვედრიერი და სწორედ ამ რწმენამ მოგვცა იმის ძალა, რომ უამრავი ქარტეხილის მიუხედავად დღემდე მოგვეტანა ჩვენი ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა. ჩვენს გარშემო იმპერიები ეცემოდნენ, საქართველო კი დღემდე მყარად დგას ფეხზე ღმერთისა და ყოლაჩწმინდა ღვთისმშობლის ფარველობით. ასეთი იყო საქართველოს ბოლო 35 წლიანი ისტორიაც. ამ წლების განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ 4 ომი: საქართველოს სუვერენიტეტის 9 წლიანი ხელყოფა და სისხლიანი ავტორიტარიზმი. თუმცა თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხის გენმა აქაც იმძლავრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას მყარ ნიადაგს უქმნის. თითოეული ჩვენგანის ვალია თავი არ დავზოგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან და ძლიერ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს ფარველი. დღეს სოფლიოში მღელვარე, ბუნდოვანი და არეული დროა. ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერმოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა. რა არის ჩვენი მთავარი ორიენტირი ასეთ რთულ დროში? ესაა ჩვენი წინაპრებისგან მიღებული ცოდნა, გაზიარებული სიყვარული და გამოცდილება, ჩვენი სახელმწიფოებრივი მეხსიერება და გამოვლილი ათასწლეულები. უღმერთო, უდიერი, დამცინავი და უცხო ღირებულების მოტფიალი ადამიანი ვერასოდეს იქცევა სამშობლოს პროგრესულ და მაშენებელ ძალად. ცრუ ფიცის, ცრუ განზრახვების, ცრუ სწავლებების ყველა შემომტანი თესავს შუღლს, განხეთქილებას, ზისხსა და ბოროტებას. ამ ქვეყნის ბედს, მის მომავალს მათ ვერ დაუთმობთ. სწორედ ამიტომ ჩვენი სამი სიმბოლოს, სამი იდეის დასაცავად ვდებთ ფიცს და ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას. რათა ყველამ ერთად, ერმა და ბერმა, ქალაქად თუ სოფლად, სამშობლოში თუ უცხოეთში მყოფმა, ჩვენ საერთო სახში, ჩვენს უძველეს ენაზე, მტკიცე რწმენით, სახალხო დავამოწმოთ ჩვენი ერთგულება ქვეყნის წინაშე და ფიცი დავდოთ მის დასაცავად. მხოლოდ მტკიცე და გაუტეხელ ერს შესწევს უნარი და ძალა საუკუნეებით გამოატაროს თავისუფლების იდეა, შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობა, ღირებულებები და ამავე დროს გახდეს თანამედროვე მსოფლიოს ცივილიზაციის მონაპოვართა თანაზიარი. სწორედ ამიტომ ეს დღე ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს. მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებით მიულოცო ჩვენ სამხედროებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს და რიგითებს, ვინც ღირსეულად და ამაყად ატარებთ ქართული ჯარისკაცის სახელს. ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა. სამშობლოს სამსახური კი ყველაზე დიდი პატივია. მინდა მიულოცო დამოუკიდებლობის დღე ჩვენ საამაყო, დაუმარცხებელ, დაჭრილ დაშავებულ მებრძოლებს. მათთან ერთად ჩვენს ვეტერანებს, რომლებმაც შექმნეს თავდაცვის ძალების მტკიცე საფუძველი. წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა მხოლოდ მოტივირებულ და გავლენებისგან თავისუფალ საზოგადოებას სულ შეუძლია. 26 მაისი შეგვახსენებს, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი სამშობლოს მომავლის წინაშეა. რათა არა მარტო შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, არამედ სრულყოფილად გავიაზროთ სუვერენიტეტის იდეა, რომლის გარეშეც იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების და ჩვენი ლიდერების ძალისხმევით, საქართველო თავისი ისტორიული ფესვებიდან აღმოცენებული მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურითა და იდენტობით ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საერთო ევროპულ ოჯახში და ამ ოჯახში იქნება სუვერენული, თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, როგორც კულტურული და ისტორიული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დასრულებულია. სამხედრო მოსამსახურეებმა უკვე დატოვეს თავისუფლების მოედანი, ისევე როგორც ადგილზე მყოფმა სტუმრებმა. ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიასთან
აკეთებდა კომენტარს და აჯამებდა დღევანდელ დღეს ისევე როგორც პასუხობდა მიმდინარე პროცესებს, თუმცა საზოგადოება, რომელიც ჯებირებიდან თვალს ადევნებდა 26 მაისის აღნიშვნის ღონისძიებას, რჩება აქ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ მათ შორის ადგილზე განთავსებული ტექნიკა დაათვალიერონ და შემდგომ უკვე ის კულტურული ღონისძიებები გააგრძელონ და ჩაერთონ ამ კულტურულ ღონისძიებებში, რომელიც უშუალოდ თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი არ არის, მაგრამ დაგეგმილი არის ორბელიანის მოედანზე, ისევე როგორც დედაენის ბაღში. მადლობა ანა ბროლაძე იყო პირდაპირ ეთერში.